F-35 ტიპის გამანადგურებლები შესაძლოა ჩაერთნენ ამერიკის პასუხის ცენტრში ირანის სანაპირო ბაზებზე, მას შემდეგ რაც ირანმა შეტევა განახორციელა ჰორმუზის სრუტეში. Ამ პარასკევს 2026 წლის 8 მაისს F-35 ტიპის გამანადგურებლების მონაწილეობა ჯერ კიდევ ოფიციალურად არ დაუდასტურებია პენტაგონს. მიუხედავად ამისა, ეს შესაძლებლობა გაძლიერდა, რადგან დაზიანებული სამიზნის ტიპი შეესაბამება საჰაერო შეღწევის, ზუსტი იდენტიფიკაციისა და დაცული სანაპირო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შეტევის მისიას. მიმდინარე სიახლეებში ვრცელდება მოსაზრება, რომ შესაძლოა გამოყენებული იქნას სტელს გამანადგურებლები ირანის სანაპიროზე გრძნობიარე ობიექტების დასაზიანებლად. იმ დროს, როდესაც დესტროიერები, მხარდამჭერი თვითმფრინავები და სხვა საბრძოლო საშუალებები უზრუნველყოფდნენ საზღვაო გადაკვეთას ჰორმუზის სრუტეში. ოპერაციის ხასიათი შეესაბამება ამ ტიპის საჰაერო ხომალდის როლს. აშენში საჰაერო ძალები თავად განსაზღვრავს F-35-ს როგორც მეხუთე თაობის გამანადგურებელს, რომელიც შექმნილია მოწინავე საფრთხის გარემოში მოქმედებისთვის, დაბალი შემჩნევადობით, ინტეგრირებული სენსორებით და გაზრდილი სიტუაციური ცნობიერებით. ეს ზუსტად ის ტიპის პლატფორმაა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც სამიზნე მოიცავს რადარებს, სარდლობას, სანაპირო დაცვას და გაშლილ გაშვების წერტილებს სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტთან ახლოს. ზუსტად ასეთი გარემო იყო, რომელშიც შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ჩაერთნენ სამხედრო ობიექტებზე თავდასასმელად ამ პარასკევს. ახლავე ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ირანის შეტევამ დაარტყა დაპირისპირების გულს, ჰორმუზის სრუტის კონტროლს. დესტროიერები, USS Truxtun, USS Rafael Peralta და USS Mason რაკეტების, დრონებისა და მცირე ხომალდების სამიზნე გახდნენ. პასუხი იმავე მიმართულებით მოვიდა, მაგრამ სხვა სიმძიმით. საფრთხეების ჩაჭერა და თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე, რომელმაც შესაძლოა შეტევა შესაძლებელი გახადათ. ჯერჯერობით სანაპირო ბაზებზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა დამოუკიდებელი ოფიციალური ბალანსი არ არსებობს. ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ არც ერთი ამერიკული აქტივი არ დაზიანებულა, თუმცა ირანული დანაკარგების რაოდენობა არ გამოუქვეყნებია. Reuters-მაც დააფიქსირა საპასუხო თავდასხმები ამერიკული ბრალდება, რომ სამიზნეები სამხედრო ობიექტები იყო. თუმცა დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა არ გამოუქვეყნებია. მოხსენებებში ნახსენები ადგილები მდებარეობს ირანის სამხრეთ სანაპიროს სენსიტიურ ზონებში, მათ შორის ბანდარ-აბასის, ქაშმირის კუნძულისა და მინაბის რეგიონებთან დაკავშირებულ ტერიტორიებზე. ბანდარ-აბასი ცენტრალურია, რადგან აქ თავმოყრილია საზღვაო ძალები, პორტის ინფრასტრუქტურა და სარდლობის შესაძლებლობები. ქაშმირის სრუტი სტრატეგიულ ლოგიკაში ჯდება ახლოს იმ მარშრუტებთან, სადაც სამხედრო და სავაჭრო გემები გადიან. მინაბი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა მისი სანაპიროს სიახლოვისა და იმ მხარდამჭერი ქსელის გამო, რომელსაც ირანული ძალები იყენებენ. ალ-ჯაზირას ცნობებმა ასევე დააფიქსირა აფეთქებები ან აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ისეთ ტერიტორიებზე, როგორიცაა ქაშმირი, ბანდარ-აბასი და მინაბი, მაშინ როცა ირანმა ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულა. ამერიკული პასუხის მიზეზი მარტივია. თუ ირანი შეძლებს სანაპირო მუდმივი საფრთხის პლატფორმად აქციოს, ჰორმუზის სრუტეში გამავალი ნებისმიერი გემი პოლიტიკურ და სამხედრო სამიზნედ იქცევა. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო არა მხოლოდ გემები ან იმ მომენტში არსებული საფრთხეები, არამედ ასევე სარდლობის, გაშვების და მეთვალყურეობის პუნქტები. შეტყობინება ასეთია: ვაშინგტონი არ აპირებს მხოლოდ დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებას მათი გაშვების შემდეგ. სტრატეგია ახლა არის იმ სტრუქტურის დასუსტება, რომელიც საშუალებას აძლევს რევოლუციურ გვარდიას ახალი შეტევების ორგანიზებას. F-35-ის შესაძლო ყოფნა. ამ გათვლაში გამანადგურებელი მხოლოდ შეტევითი თვითმფრინავი არ არის. ის ფუნქციონირებს როგორც სენსორების პლატფორმა, მონაცემების შემგროვებელი და კავშირი ძალებს შორის ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე. ასეთი კრიზისის დროს, როგორც ჰორმუზია, ამ ტიპის შესაძლებლობას საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ საფრთხის წერტილები, გაუზიაროთ მონაცემები და დაუჭიროთ მხარი ზუსტ დარტყმებს მხოლოდ უხეში ძალის გამოყენებაზე დამოკიდებულების გარეშე. Reuters-ი იტყობინება, რომ კონფლიქტი მიმდინარეობს შეთანხმების მიღწევის მცდელობის ფონზე, რათა ოფიციალურად დასრულდეს ომი, მაშინ როცა ვაშინგტონი კვლავ ელოდება ირანის პასუხს ამერიკულ წინადადებაზე. პრობლემა ისაა, რომ ეს წინადადება დაუხოვნებლივ ნებლივ არწყვეტს ყველაზე რთულ საკითხებს, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა. ეს დონალდ ტრამპს გათვლილი ზეწოლის ქვეშ აყენებს.
ამ პარასკევს შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაარტყა ირანულ გემებს, რომლებიც ვაშინგტონის თქმით ცდილობდნენ საზღვაო ბლოკადის დარღვევას. Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი ირანული ნავთობის ტანკერი გაავნებელყო F-18 ტიპის გამანადგურებელმა, რომელიც USS George H.W. Bush-დან იყო გაშვებული. მაშინ, როცა თეთრი სახლი ელოდა ირანის პასუხს სამშვიდობო წინადადებაზე. ეს ინფორმაცია ეხმარება ორ ფრონტს ერთმანეთისგან გამიჯვნაში. ნავთობის ტანკერებთან დაკავშირებით აღნიშნული თვითმფრინავი იყო F-18. სანაპირო ბაზებზე F-35-ის მონაწილეობა კვლავ დაუდასტურებელ შესაძლებლობად რჩება. ეხლა ყველაფერი თეირანის რეაქციაზეა დამოკიდებული. თუ ირანი შეეცდება უპასუხოს ახალი დრონებით, რაკეტებით ან ნავებით, შეერთებული შტატები სავარაუდოდ გააძლიერებს ზეწოლას სანაპირო ქსელზე. ირანისთვის რისკი ისაა, რომ ყოველი ახალი პროვოკაცია უფრო მეტ პოზიციას, გაშვების მარშრუტსა და სარდლობის პუნქტს გამოავლენს. თანამედროვე ომში სანაპირო სამალავი მხოლოდ ზღვის პირას მდებარე ნაგებობა არ არის. ეს არის რადარი, ანტენა, ნავსადგური, საწყობი, სარდლობის ოთახი, ტრანსპორტი, გამშვები და საკომუნიკაციო საშუალება. როდესაც ეს ქსელი იწყებს დაშლას, საფრთხე კოორდინაციას კარგავს. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი ტიპის ამერიკული პასუხი არაფრიდან არ ჩნდება. 1991 წელს ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის დროს მსგავსი ლოგიკა მოქმედებდა სხვა სცენარში. სანამ ბრძოლის ველს დაიპყრობდნენ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გზა გაიკვალეს რადარების, სარდლობის, კომუნიკაციისა და საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეროვნული მუზეუმის მიხედვით, F-17-მა იმთაობის უხილავმა თვითმფრინავმა კამპანიის განმავლობაში 1271 მისია შეასრულა, 80%-იანი წარმატების მაჩვენებლით და საბრძოლო დანაკარგების გარეშე. სხვა საჰაერო ძალების ჩანაწერის მიხედვით, აპაჩის ვერტმფრენებმა ოპერაციის დასაწყისშივე 2 ერაყული საჰაერო თავდაცვის რადარი გაანადგურეს. ამით შეიქმნა სივრცე, რომ უხილავი თვითმფრინავები და კოალიციის ავიაცია უფრო ღრმა სამიზნეებს დასხოდნენ თავს. ისტორიული გაკვეთილი პირდაპირია. როდესაც ვაშინგტონი გადაწყვეტს სამხედრო ქსელის განეიტრალებას, პირველი სამიზნე როგორც წესი მოწინააღმდეგის უნარია დაინახოს, კოორდინაცია მოახდინოს და შეტევები განახორციელოს. სხვა ქვეყნებმაც ასევე გაიგეს ეს მიდგომა. ისრაელი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოაცხადა F-35-ის საბრძოლო გამოყენება Reuters-ის მიხედვით. და მან ეს სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ უხილავი გამანადგურებელი უპირატესობას იძლევა იმ გარემოში, სადაც რადარები, რაკეტები და შეიარაღებული ჯგუფები ცდილობენ შეზღუდონ საჰაერო მოქმედების თავისუფლება. რამდენიმე წლის შემდეგ ისრაელმა დაამტკიცა ახალი F-35-ისა და F-15-ის ესკადრილიების შეძენა მილიარდიან გეგმაში, რათა შეინარჩუნოს საჰაერო უპირატესობა რეგიონული საფრთხეების წინაშე. რევოლუციური გვარდიისთვის ეს ყველაზე ცუდი სცენარია. შეტევა, ამერიკულ გემებზე ვერ მოხვედრა და შემდეგ საკუთარი სანაპირო ბაზების სამიზნედ ქცევა. შემდეგ ეტაპს განსაზღვრავს ირანის პასუხი, დიპლომატიური წინადადება და რევოლუციური გვარდიის ქცევა სრუტეში. თუ თეირანი დაპირისპირებაზე დაჟინებით წავა, შეერთებულ შტატებს ექნება შესაძლებლობა გააფართოვოს შეტევები გამშვებ დანადგარებზე, რადარებსა და სარდლობის ცენტრებზე. ოპერაციამ უკვე ნათლად აჩვენა, რომ ირანის სანაპირო ხელშეუხებელი არ არის და რომ ყოველი შეტევა ამერიკულ გემებზე შეიძლება გზა გაუხსნას უფრო მკაცრი, უფრო ზუსტი და უფრო რთულად დასამალი პასუხისთვის. მე მილსონ ალვესი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სიმართლეზე დაფუძნებული ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეო სახტერაშია მოცემული. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.